თქვენ როგორც პატიოსანმა და ფილოსოფიაში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა იქნება მიხსნათ საიდან გაჩნდა ღმერთი. და როცა დაასრულებთ იმის ახსნას თუ საიდან წარმოიშვა ღმერთი, გთხოვთ დამიზუსტეთ, რის საფუძველზე მიიჩნევთ, რომ მატერიალური სამყარო შეიძლება სულიერი ძალის ზეგავლენით შეიქმნას. ვფიქრობ, რამდენიმე წლის წინ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მსგავს თემაზე. რადგან საინტერესოა თუ ანგელოზების სულიერი ქმნილებები არიან, კალამი კი მატერიისგანაა შექმნილი, ხოლო სული არ იკავებს მატერიალურ სივრცეს. მაშინ რამდენ ანგელოზს შეუძლია იცეკოს კალმის წვერზე? თითქოს რაღაც ვერ გამოდის, მაგრამ გისმენთ. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. თქვენ 5 წუთი გაქვთ. დაიწყეთ. დებატების ფორმატიდან გამომდინარე 5 წუთი ერთი კითხვისთვისაა განსაზღვრული. თქვენ რამდენიმე კითხვა გააჟღერეთ, ამიტომ იქნებ დამიზუსტოთ კონკრეტულად რომელ კითხვას გსურთ რომ უპასუხო. გვითხარით ღმერთის წარმოშობაზე, ასევე იმაზე თუ როგორ შეიძლება ზემოქმედებდეს სულიერი სამყარო მატერიაზე. კეთილი, 2 კითხვა. კი ბატონო. კითხვა, საიდან გაჩნდა ღმერთი? ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ცდარ ღმერთზე საუბრობთ. ბიბლიური ღმერთი არაა მოქცეული დროის, სივრცის ან მატერიის გავლენის ქვეშ. თუ მასზე მოქმედებს დრო, სივრცე ან მატერია, მაშინ იგი აღარაა ღმერთი. დრო, სივრცე და მატერია, რასაც ჩვენ კონტინუუმს უწოდებთ, უნდა წარმოიქმნას ერთდროულად. იმიტომ რომ თუ გვაქვს მატერია და არ გვაქვს სივრცე, მაშინ სად მოვათავსებთ მას? ან თუ კი გვაქვს მატერია სივრცეში, მაგრამ არ გვაქვს დრო, მაშინ როდის მოვათავსებთ მას? შეუძლებელია დროის, სივრცისა და მატერიის არსებობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ისინი ერთმანეთის პარალელურად უნდა არსებობდნენ. ბიბლია ამ საკითხს 6 სიტყვით პასუხობს. დასაწყისში დრო, ღმერთმა შექმნა ცა, სივრცე და მიწა, მატერია. ამგვარად დრო, სივრცესა და მატერიას აქვს 3 განზომილება. დრო არის წარსული, აწმყო და მომავალი. სივრცე არის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, ხოლო მატერია არის მყარი, თხევადი და აირადი. ღმერთი, რომელმაც შექმნა დრო, სივრცე და მატერია, უნდა იყოს მათ გარეთ, განცალკევებით. თუ ღმერთი შეზღუდულია დროით, იგი ღმერთი აღარაა. დამეთანხმებით, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს კომპიუტერი, მასში არ ზის და 100 არცვლის ეკრანზე გამოსახულებებს. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, არის მის გარეთ, შესაბამისად მასზე ვერ იმოქმედებს დრო, სივრცე და მატერია. თუ თქვენ საკითხს სვამთ იმგვარად, რომ სულიერი სამყარო არ შეიძლება გავლენას ახდენდეს მატერიალურზე, იქნება ამიხსნათ, როგორ ზემოქმედებს ჩვენზე გრძნობები, სიყვარული, ეჭვიანობა, შური, სიძულვილი და ასე შემდეგ. სხვა სიტყვებით, თუ თქვენი ტვინი მილიარდობით წლის წინ ქიმიური პროცესების შედეგად თავისით შეიქმნა, მაშინ როგორ შეგიძლიათ ენდოთ საკუთარ აზრებს, რომ ისინი სწორია? თქვენი კითხვა, საიდან წარმოიშვა ღმერთი, მიანიშნებს, რომ თქვენ შემოსაზღვრულ ღმერთზე საუბრობთ. სწორედ ესაა თქვენი პრობლემა. ღმერთი, რომელსაც მე თაყვანს ვცემ, არ არის შემოსაზღვრული. თუ მე შევძლებდი უსასრულო ღმერთის სრულად გააზრებას ჩემი კილონახევრიანი ტვინით, მაშინ იგი არ იქნებოდა თაყვანისცემის ღირსი. აი ასეთ ღმერთს ვცემ თაყვანს.